თევდორე მღვდლის ქუჩის მაცხოვრებლები ამ ტერიტორიაზე რკინის კონსტრუქციების განთავსებას აპროტესტებენ. მათი ინფორმაციით, რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე 60 კვადრატული ფართობის 50 მეტრამდე სიმაღლის შენობა სავაჭრო ობიექტი უნდა განთავსდეს. სავაჭრო ობიექტის მფლობელი კომპანიის წარმომადგენელი აცხადებს, რომ მათ ამ ტერიტორიაზე ობიექტის განთავსების კანონიერი უფლება აქვთ. მოსახლეობის პრობლემებს ადგილზე თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი გაეცნო. გიორგი ნიჟარაძის განცხადებით, ობიექტის განთავსების ნებართვა წინა ხელისუფლების პირობებში არის გაცემული და მის კანონიერების საკითხს მერიის იურიდიული სამსახური შეისწავლის. მოქალაქეებმა პროტესტის შესახებ ინფორმაცია მაესტროს თხილი ხაზის მეშვეობით მოგვაწოდეს. აქ აღებული ეს თანხმობა კანონიერად უკანონოდ. იმიტომ რომ საცხოვრებელი სახლის წინ, რომელიც არის სადგურის მოედანზე, არის ისტორიული შენობა, 100 წლის, 2 მეტრის დაშორებით გვიშენებს თითქმის 5 სართულიან რაღაცა ჯიხურს თუ ყუთებს არ. აი ხა მე მაინტერესებს ნორმალური ადამიანი. აი ეს ჯიხური ფანჯარა ამ სიბინძურეში როგორ შეიძლება აი ვიცხოვრო მე ჩემმა შვილებმა და ჩემმა შვილებმა. გვაქვს ნებართვა, გვაქვს 15 წლიანი ლიმიტი, რომელშიც წელიწადში ვიხდით რაღაც თანხას, გვაქვს არქიტექტურისგან თანხმობები, გვაქვს GPS დაყოლვა და უბრალოდ მოსახლეობის გამო ვერ ვიწყებთ მშენებლობას, მასალა მოტანილი გვაქვს. არქიტექტურა გვეუბნება, რომ ჩვენ ოფიციალურად არ გაჩერებთ, არანაირი პრეტენზია არქიტექტურისთან არ მაქვს. მივდივარ და ისევ მიშევ ჩვეულებრივად თანხმობით. ზედამხედველობამაც რამდენიმეჯერ გამიმარტა, რომ მომეტანა ეს აღნიშნული მასალა და ეხლა ამ ეტაპზე რა ვიცი უჩერდებით რა. ესე მარტივად ამ საკითხის გადაწყვეტა სანამ შესაბამისი სამსახურები გნებავთ მერიის, გნებავთ საგამოძიებო უწყებები არ შეისწავლიან ამ დოკუმენტის კანონიერებას, მანამ ზედამხედველობის სამსახურს არანაირი ბერკეტი არ გააჩნია, რომ ხელი შეუშალოს აღნიშნულ მშენებლობას. და მინდა რომ მოსახლეობა გაგებით მოეკიდოს ამას.